სანამ ეს გავიაზრე, რამის თავი მოვიკალი, ანუ ყოველ წელს ვიმატებდი, ბოლოს ისე დონემდე მივედი, რომ ვერ სუნთქავდი, 150 კილოს ავწვდი, ჩემს ომად ტანსაცმელს ვერ შეულობდი და სუ დეპრესიაში და სუ კომპლექსებით სავსე ვიყავი და რატომ მოხდა ასე, ნახე, ყოველთვის ვეძებდი მარტივ გამოსავალს, რაღაცა მაწვნის დიეტა, კეფირის დიეტა, ორ კვირაში დაიკელი 15-20 კილო და ასე შემდეგ, ანუ არ მუშაობდი ჩემს ძირითად უნარჩვევებზე, ანუ ორი კვირა დიეტობდი, ორი კვირის მერე ისე ჭამას ვიწყებდი, როგორც მანამდე რამაც გამასუქა, ისევ იმას ვაკეთებდი და ისევ უარესად ვხვდებოდი. ამიტომ გაიაზრე, რომ შენი უნარჩვევები და ცხოვრების წესი ყველაზე მთავარია, რაღაცა ორკვირიანი და სამკვირიანი დიეტების ძებნა შეეშვი. ჯანსაღად მამაპაპურად ჭამე, ხალხო, შიმშილი არ არის აუცილებელი, კაი, ხაშლამები, osтрები, ჩაკაფულები, ჩანახები, რაღაცა ჩახოხბილები, ხბოსწვადები, ქათმისწვადები, თუ ხორცის ფული არ აგაქვს და თეოზის ფული არ აგაქვს, რავი, კვერცხი ჭამე, ლობიო, ოსპი, უამრავი მამაპაპური ჯანსაღი კერძი არსებობს. ჯანსაღი კვების უნარჩვევები დანერგე შენ ცხოვრებაში და ყველაფერი შეიცვლება.